რუსთავის სპორტის სასახლეში საკრიო შოუ გაიმართა. პროფესიონალური კრევის რინგზე სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურმა პრიზიორმა ლაშა გურულმა ჩაატარა. ქართულმა განელი მოკრივე ბერნარ დაბეი დაამარცხა და პროფესიულ კრევში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 8 რაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებას მიაღწია მსოფლიო ქამრის მომავალმა პრეტენდენტმა ირაკლი მელიქიშვილმაც. რუსთავის სპორტის სასახლეში ასევე გამარჯვებები იზეიმეს ლაშა კერესელიძემ და გიორგი ჭიყლაძემ. საკრიო შოუ საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მისი მხარდამჭერი რუსთავის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო იყო. ჩემი ბრძოლით არ ვარ კმაყოფილი თვითონ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა დაახლოებით 20-25%, მაგრამ აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ჩემი ქალაქის წინაშე ესეთი ამხელა აუდიტორიის წინაშე ვიყავი. ცოტა რაღაც მომენტში ფიქრები გამიფანტა და ამიტომაც ცოტა ხანი ჩამოუჯექი რინგზე კი დაინახეც უყოლა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი გამოცდილების ხარჯზე მოვიკრიფე ძალები, მობილიზდი და ბრძოლა მივიყვანე ბოლომდე. შესანიშნავი ბრძოლაა ჩვენს ბიჭობა, თავდადებაა ჩვენს და მინდა წარმატებები ვუსურვო. რამოდენიმე წუთს ეს იყო პირველი ბრძოლა და ესე რომ თქვა დებიუტი და მინდა წარმატებები ვუსურვო იმ დიდ გზაზე, რაც წინ ელოდება.